eFootball-ში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა არის ის, თუ ვინ არის საუკეთესო მეკარე. ხოლო მე კი TikTok-ზე ძალიან ბევრჯერ შემხვდა ვიქტორ ბაიას ვიდეო. თუ როგორ ხსნის ის ბურთებს, როგორი კარგი მეკარეა. ხო და რა თქმა უნდა, ეხლა ისე ვერ გავჩერდებოდი ეს ფეხბურთელი რომ არ გამეტესტა. დავაგდე ვიქტორ ბაია და გამოვცადოთ. ნახოთ და გამოვცადოთ არის თუ არა ზუსტად ისეთი მეკარე, როგორიც, რავი, TikTok ვიდეოებში ჩანს. ხო, ძმებო, გეტყვით რომ სანამ ვიდეო გაგრძელდება, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარზი ლайკი, 6000 გამომწერისკენ. მივდივართ, კარგად, ძალიან კარგად და მალე ავიდეთ, მალე. დავიწყოთ. ოკეი. აი, ნუ ნახოთ როგორი არის ვიქტორ ბაია, მიყენია უკვე სასტარტოში. მოდი შეგახედებ სტატისტიკებს. აი, ესეთი სტატისტიკები აქვს, 97 აქვს goalkeeper awareness-ი, catching-ი 87, pairing-ი 89, რეფლექსები 94 და reach-ი 89. ისე რომ არ დაგიმალოთ, ნორმალური სტატისტიკები აქვს, ანუ თავის რეიტინგს თუ გავითვალისწინებთ, ნორმალური სტატისტიკები აქვს და მოდი international ის ვითამაშოთ. რეგულარზე რატო აყენე ეს არ ვიცი, ლეგენდაზე რა თქმა უნდა და წავიდა, let's go. წავიდა, აბა რომელ გუნდს შევხვდებით ნახოთ. მაროკო. უი, ხო. მოდი ესე იყოს რა, ერთ ქვეყანას შევხვდები, ერთ გუნდს და მე ისევ ალბათ ან ერთ ქვეყანას, ან ისევ ერთ გუნდს, რავი, მოკლედ რა. 3 მატჩი ჩავატარებ, მირჩევნია რომ 3 მატჩი ჩავატარო იმისათვის რომ კარგად გამოვცადო რა. ნუ ხო, გეტყვით იმას რომ ჩემი თავარი მისია არის ის რომ უბრალოდ გამოვცადო ვიქტორ ბაია და წავაგებ თუ მოვიგებ ხა ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. გადავიდე შეტევაზე მოდი. და ხო რა, მოკლედ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ იმას წავაგებ თუ მოვიგებ რა. სულ რო 10 გოლი გამიტანონ, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მთავარია ვიქტორ ბაია გამოვცადო. ცოტას იმას ვიზამ, რა ქვია მაგას დაუთმობ, იმიტომ რომ მაინტერესებს, ანუ რა სიზამს ვიქტორ ბაია რა. ოკეი, ირვინი, პელე, ფრენკ რიბერი. ფრენკ რიბერი ufra კარგი იყო. რაიკარს დავარტყმევინოთ და ნუ 1-0 გაიხსნა ანგარიშში. კი ბატონო, მშვენიერი, იდეალური გადასარევი, გენიალური. კარგი პასი. ბენ სერჯირის მიმართულებით ჩაწოდება, ნუ არაფერი განსაკუთრებული. კაი. ოკეი. ბიჭო, ვიქტორ ბაია რა პატარაა. ტიპი რა პატარაა, ყორღადაო. რა დაბალია? ანუ არ ვიცი, ესეთი დაბალი იყო კაცო, ბარსელონაში რო თამაშობდა? კაი. ნუ აქ. კარგი პასი, ნუ აი დაუთმობ რა, აი არ მივალ, ირვინი მენა, აი როცა არ მინდა დაცვა ხო? აი მაინც და მაინც მაშინ იცავენ რაღაც განსაკუთრებულად, ნუ ეს არ იყო რაღაცა სწორი დარტყმა. ნუ იდეაში სწორი დარტყმა რო ყოფილიყო, მოხსნი და ვითომ? ნუ არ ვიცი, ვერ გეტყვით. კაი, ირვინი, უკან პასი ვიქტორ ბაიას მიმართულებით, აბა. ოპა. ძმას რა სკილი ქონია? შრაფ ჰაკიმი, კარგი გაყოლება. ისევ ჰაკიმი არის ბურთით, აბა. ირვინ. ჩაწოდება, დარტყმა, ნუ არაფერი განსაკუთრებული. აი, პუიოლ. აქეთ ჯიმამ. მიდი, წამართვი ბიჭო. კაი, წამართვა, ეხა მაინტერესებს, აი, მოხსნის თუ არა ამ ბურთს ვიქტორ ბაია, აბა. ნუ კაი, ამ ერთ მომენტს ვაცდი. ნუ კარგი, არ ვიცი ეს რა იყო. გავათამაშოთ, მოდი ამათ უცებ გავუტან ახლა და მერე ისევ აბა ვნახოთ რა სიზამს ისევ ვიქტორ ბაია რა, მესი აქვს, პელე შემოტრიალდა, ნუ დაარტყა და გაიტანა. კაი, დავსკიპოთ, ხო და ბიჭო, არ ვიცი რა, აი ამ პირველი იმით რა, არ ვიცი ხალხო რა. ანუ ჯერ ერთი იმით ვერ შევაფასებ, რა თქმა უნდა. ერთი მომენტი შეიძლება სხვა მომენტები კარგი კონდეს და ეს ერთი მომენტი იყოს მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ცუდი. მაგრამ ნუ რავი რა, არ ვიცი. ჯერჯერობით განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ხედავ ვიქტორ ბაიაში.
ჯერჯერობით განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ხედავ, რა გავაკეთოთ, მე ვიყო ძალიან დიდი ბოდიში. კაი. ავაკ. კარგი მომენტი აქვს მაროკოს შეაწოდებას აჯარიმოში, ნუ პარალელსპუიოლი კარგია. ეხა ეს რო ვერ აიღო ვიქტორ ბაიას, აი არ ვიცი, ეგრევე გავყიდე, აი დედას გეფიცები ეგრევე გავყიდდი ამ ფეხბურთელს რა. აი გამოვიდოდი მატჩიდან, ახლა შევიდოდი და ეგრევე გავყიდდი ეს რო ვერ მოეხსნა. აბა კიდევ ერთი მომენტი. არ ვიცი. ანუ რას ხედავთ განსაკუთრებულს ამ მეკარეში, არ ვიცი მართლა. მართლა არ ვიცი რას ხედავთ განსაკუთრებულს. ჩემე. გადაობ, კაი რა სიძახი. კანთან და იმათან ეს რა შედა ახლოსაც ვერ მივახო არ გადაობ ჩემი. რა ის ვიქტორ ბაია, ბიჭო მე გადავებით, ანუ რა ვიძმავ ეხა მაინც და მაინც ჩემთან თამაშობს ეს ფეხბურთელი, იმაზე რა ქვია მაგას. ესეც უდად, აი მაინც ჩემთან და დანარჩენთან ყველასთან ის არის ის კატაა? აბა პელე. მოდი ჩავახვიოთ ფუშენ. ხო, ანუ აი რაღა მაინც ჩემთან უნდა ითამაშოს, მაშინ ესეც უდად რა. რავი, ესეთი მაგარი მეკარე თუ არის და ესე ძალიან მაგრად ხსნის ამ ბურთებს, რა ვიცი, ანუ აი მინიმუმ აი ეს ორი მომენტი, აი ეს ძალიან უაზრო მომენტი იყო ორივე, უნდა მოეხსნა მაშინ. ანუ თუ ესეთი მაგარი მეკარეა, როგორც აფასებენ TikTok-ზე. ანუ TikTok-ზე ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ნახე ვიქტორ ბაიასი რა. რა ისა, ანუ ისე აქებენ და ისე რაღაცა მე მართლა მაგარი მეგონა და თურმე როგორც აღმოჩნდა ძალიან overrated ფეხბურთელი ყოფილა. რა ვიცი. რავი, ნუ ყოველ შემთხვევაში ძმებო, იმიტომ მინდა რამოდენიმე მატჩის თამაში, რომ ერთი მატჩით მაინც არ მინდა რომ შევაფასო და ერთი მატჩით არ მინდა რომ განვსაზღვრო ისა თუ როგორი არის ეს ფეხბურთელი, ნუ რაღაცა პატარა იმედი მაინც მაქვს ყოველ შემთხვევაში და კომენტარებშიც რა თქმა უნდა მე დამიწყებენ ზოგიერთები რომ ერთი მატჩით რატო წვიდი, ეს ძალიან მაგარი მეკარია და აურჩე. ხო, ეგეთი ხალხიც არსებობს და ამიტომ მირჩევნია რომ რამოდენიმე მატჩი ვითამაშო, იქიდან გამომდინარე რომ პროსტა უბრალოდ დავამტკიცო როგორი ფეხბურთელი, ანუ დავრწმუნდე იმაში, რომ ნამდვილად კარგი ფეხბურთელია რა და არ არის რაღაცა ტრეში და მოხდებით რა ეგეთი ფეხბურთელი. იმიტომ რომ როგორც რა თქმა უნდა აღნიშნე TikTok-ზე მხდება ძალიან ბევრი ვიდეო ვიქტორ ბაიასი, ამიტომ რა ვიცი, რა გითხრათ. აი 90 წუთია იდეაში აქ ნედვედი 4 წუთი დაამატა. აი უბრალოდ დაუთმობ კიდევაც, აი მაინტერესებს ცოტში, აი, ოკეი. დასულდება აწი მაინც მალე და შემდეგი მატჩი უკვე მექნება გუნდის წინააღმდეგ, კლუბის წინააღმდეგ და ესე იგი პირველ მატჩში იმდენად ესე რომ ვთქვათ ვერ მოახდინა შტაბეჭდილება ჩემზე ვიქტორ ბაიამ და ახლა უკვე მოდი აბა ვეთამაშები კლუბს რა, აი აქ European clubs. აი ამას და ნახოთ აბა რომელი გუნდი შეხვდება ლეგენდაზე თავისთავად დავიწყოთ და აბა ვნახოთ Bayer Leverkusen შემხვდა Leverkusen. აბა აქ როგორ გამოიჩენს თავს ვიქტორ ბაია და ჩემი ფორმები მომეცი გეხვეწები რა. აი ესე. ჩემი ფორმა მომეცი. კი ბატონო. აი ხა ხოძზე არის როგორც ასეთი. ხოძზე არის ვიქტორ ბაია და ნახოთ აბა წესით იმედი მაქვს რამეს იზამს თორე წესით. ახლა რა მგონია დიდად. პროსტა იმედი მაქვს როგორც ასეთი. აი დაიწყო მატჩი Bayer Leverkusen-ი ჩემი გუნდის წინააღმდეგ. მოდი რა თქმა უნდა ეგრევე გადავიდეთ შეტევაზე, გაათამაშეს Leverkusen-ის ფეხბურთელებმა ბურთი, დაიწყო პირველი ტაიმი და ნახოთ აბა ვიქტორ ბაია რას იზამს ამ მატჩში, აი ეგრევე წამოვიდნენ შეტევაზე Florian Wirtz-ი, აბა ვნახოთ, პროსტა დავუთმობ. კაი. ოკეი, ეს მოხსნა. კი ბატონო. ვა, პელე. აი უბრალოდ მესისკენ რა კარგი პასი მინდოდა რომ გამეკეთებინა, თუმცა ვერ გავიდა ეს გადაცემა. პელე. რიბერი.
აუ საჩახვია ძმა ჩემი. ოხ, კაი. ლუკას რადესკი. ნედვედი გაყოლება რიბერის მიმართულებით. აბა რიბერი, კარგია რიბერი, დავარტყათ მოდი რიბერით, გაიტანა რიბერი, კი ბატონო. დავსკიპოთ რა თქმა უნდა. თავისთავად. განმეორებით გაჩვენებთ მაინც, აჰა, რავი. კი ბატონო. კაი, ვიქტორ ბაიას ჯერჯერობით მომენტი არ აქვს ნორმალური რა, საერთოდ მომენტი არ აქვს იდეაში. იმიტომ რომ ჯერ რავი, არ უშვებ, საჯარიმო შეღონდა, არ ვიცი რატო არ უშვებ, უგრიმალდო რა კარგი იყო ამ მომენტში. ეს რა, არ ვიცი, ძმებო, ამ მატჩში ვერაფერი ვერ ვნახე, როგორია ვიქტორ ბაია. ამ მატჩში უბრალოდ ვერაფერი ვერ ვნახე, 1-0. ტიპები ნორმალურად ვერც კი გადმოვიდნენ შეტევაზე, დედას ვფიცავარ, რამდენჯერაც, ძალიან ბევრჯერაც დავუთმე. და რავი, კაი, ლეგანესთან მესამე მატჩში, მოდი. აუი, კლუბს არა იმას, კლუბს ვეთამაშები, ვიქტორ ბაია ხოძეა. ვიქტორ ბაია ხოძეა და ნახოთ. ძმებო, შეგახსენებთ იქამდე რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი და გააგრძელოთ ზარზგლაკი. ძალიან დიდი მადლობა ყველას წინასწარ. გადავიდეთ შეტევაზე, გაათამაშა პელენბურთი, დაიწყო პირველი ტაიმი და ნახოთ აბა. აქ 2 წამი, კაი, 1 წამს დავუთმო. არ გაყვე. და გამოსვლაზე მაინტერესებს როგორია. არ ვიცი, მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, მე ვერაფერს ვერ ვამბობ, თქვენ თვითონ განსაზღვრეთ. 2 წუთი დაამატა პირველ ტაიმს არბიტრმა, 55 წუთი, აბა აქ მოდი აბა გავუშვათ ერთი მაინტერესებს. კიდევ ისევ რასიზმს. ბიჭო, არ ვიცი ძმებო, არ ვიცი, მე უბრალოდ ხელები ამიწევია, ვერა, ხდებით ხომ? ვერც ვერაფერს ვერ დავამატებ. კაი, გასახტაში გავგვეტანეს მეორე ბურთი, კი ბატონო. 2-0, ლეგანესი, ჩემი გუნდის წინააღმდეგ, რატო აქებთ და ადიდებთ ამ მეკარეს ესე ძალიან არ ვიცი, მაგრამ მე ვამბობ, რომ ძალიან overrated მეკარეა რა. ძალიან. არ ვიცი, შეიძლება განახლების მერე გააფუჭეს, შიდა განახლებები რო გამოდის, მან ნელ-ნელა გაფუჭდა, შეიძლება, რა ვიცი, ესეთი არის და ის ხალხი ზედმეტად აქებს და ადიდებს ამ მეკარეს. მაგრამ ბიჭო, ვიდეოებს რო ხედავ რა, ვიდეოებს რო უყურებ და რო ხედავ რა, ტიპი ისეთ სეივებს აკეთებს, რომ რავი, მეტი რო აღარ შეიძლება, თან ძალიან ბევრი სეივი მინახავს ამისში რა. და მაინც ჩემთან რატო შტერდება ბიჭო, ყველა ჩემთან რატო შტერდება, რა უნდათ. რავა? კიდევ ერთი მომენტი. რა ვთქვა ძმებო ამაზე? რა ვიცი ძმაო, 3-0, ესეთ უაზრო გოლებს რო გაუშვებ. რა სიძახი ძმა, კანთან უბრალოდ შედარებაც კი არ შეიძლება. 3-0. ჩემი. შევეცდები ამის იმას, რა ქვია, მაგას დაკამბექებას. მაგრამ რა ვიცი, დიდად გამომივა თუ არა, არ ვიცი, იმიტომ რომ 63 წუთია უკვე და არ ვიცი, რა კარგი პასი. A few moments later. ეს ერთი გოლი. უნდა მე 2 აზრი არსებობს და ესეც 3-2. აბა კრუიფ, ჯოჰან. აწერე ჯოჰან. 3-3. გამოცადე ვიქტორ ბაია, სრული ნაგავია, დავრწმუნდი მაგაში. რა თქმა უნდა, რატო სხვებთან რატო აპროფესიონალი და ჩემთან რატო ანაგავი არ ვიცი, მაგრამ მაინც. და რავი, მე კი ისღა დამჩენია რომ დაგემშვიდობოთ. დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარზგლაკი და გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Bye bye.